კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია კურიერის ამ საათზე ახალ ამბებს ანუკა ბუავა გაგაცნობ. განათლების რეფორმა, რომელმაც ქვეყანაში სწავლის ხარისხი უნდა გააუმჯობესოს, გივი მიქანაძე განმარტავს, რომ შემუშავებული კონცეფციის მიზანი ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების კოორდინირება, კონცენტრირება და გაერთიანება. ჩამოყალიბდება ორი ჰაბი, თბილისი და ქუთაისი, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპით. განათლების მინისტრის თქმით, სწორედ ამ პრინციპს ემსახურება ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანია აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შენარჩუნება. მიქანაძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად წარიმართება პროცესი, რომლის ფარგლებშიც მოხდება პროგრამების შესწავლა და ერთმანეთთან შედარება. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსები მაქსიმალურად განაწილება მოხდეს. კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ მოხდეს ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების კოორდინირება, კონცენტრირება და გაერთიანება. განსაკუთრებით ეს ეხება ორ ჰაბს, რომელიც კონცეფციის შედეგად ჩამოყალიბდება, ეს არის თბილისი და ქუთაისი, სადაც მოხდება ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში პრინციპის დაცვა. ამ პრინციპს ემსახურება ის გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ორი ყველაზე დიდი ფლაგმანი უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა გაერთიანდეს რეორგანიზაციის საფუძველს. პროცესები, რომელიც კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ წარიმართება შემდეგი თვეების განმავლობაში, უზრუნველყოფდეს დეტალურად ყველა პროგრამის შესწავლას და იქ, სადაც გვაქვს მსგავსი პროგრამები ამ უნივერსიტეტს შორის, მოხდეს პროგრამების დადარება, ერთიან კომპონენტად შეჯერება, ადამიანური რესურსების მაქსიმალურად განაწილება ისე, რომ არც ერთი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი ამ უნივერსიტეტიდან არ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა, მათ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, მოქმედი პოზიციები შენარჩუნებული იქნება და მას დაემატება წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც შემდგომი თვეების განმავლობაში კონკრეტული კრიტერიუმების დაცვით ღია საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევა და კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ პროფესორებს შეარჩევს. რაც შეეხება რეორგანიზაციის პროცესს, მას შემდეგ, რაც კანონში ცვლილებები იქნება შეტანილი და რეორგანიზაციის შესაძლებლობა გახდება კანონიდან გამომდინარე, მოხდება დროებითი მმართველი ორგანოს საბჭოს შექმნა, რომელიც მინისტრის ბრძანებით შეიქმნება და ამ საბჭოში პარიტეტის დაცვით თანაბარ უფლებამოსილებით წარმოდგენილი იქნებიან როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სწორედ ისინი ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე განახორციელებენ რეორგანიზაციას. სურსათი მედიკამენტები და საწვავი ფასების დარეგულირების საკითხს მომავალი კვირიდან საპარლამენტო კომისია შეისწავლის. პირველი სხდომაც ავარაუდოს მომდევნო კვირას გაიმართება, მას შემდეგ, რაც საკითხს ხვალ ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებენ და დამტკიცდება კომისიის შემადგენლობაც. ქართულ ბაზარზე არსებული ფასებისა და მათი რეგულირების საკითხზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობდა მთავრობის ადმინისტრაციაში. სამთავრობო კომისია საწვავის იმპორტიორებს, მსხვილი ქსელური მარკეტების დისტრიბუტორების, მწარმოებლებისა და ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ახლა კი ეს პროცესი პარლამენტში ინაცვლებს. ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ ფასები უწყებების კოორდინირებული მუშაობით დარეგულირდება, კომისიის მუშაობაში ჩაერთვება საპარლამენტო ოპოზიციაც. რა განცხადებები კეთდება თემაზე პოლიტიკური შეფასებებით ლევან ფანცხავაა პირდაპირ ეთერში და ის გვეტყვის უფრო მეტ დეტალს. ლევან, გისმენთ. დიახ, მომავალი კვირიდან პროცესები მთავრობის ადმინისტრაციიდან უკვე გადაინაცვლებს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების სამუშაო სივრცეში, სადაც კანონმდებლები შექმნიან სამუშაო კომისიას, რომლებიც იმშერებენ სურსათის, საწვავისა და მედიკამენტების ფასების კლებასთან დაკავშირებით. კომისიის თავმჯდომარე იქნება შოთა ბერეკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მალე მოხდეს ფასების შემცირება ქართულ ბაზარზე, რათა ეს მოსახლეობაზე უახლოეს პერიოდში აისახოს. ის ამბობს ასევე, რომ შეხვედრები გაიმართება ამ კომისიის მუშაობის ფორმატში იმ კომპანიების წარმომადგენლებთან, რა მიმართულებებზეც არის საუბარი.
ჩვენი მიზანია რომ შევისწავლოთ ფასები საკვებ პროდუქტებზე, სწრაფი მოხმარების საგნებზე, მედიკამენტებზე და ასევე საწვავზე. კომისიის მიზანი არის რომ შევისწავლოთ ბიზნეს პროცესები, როგორც მოგეხსენებათ საქართველოში კვლევა მაჩვენა რომ საკვებ პროდუქტებზე და სწრაფი მოხმარების საგნებზე ფასნამატი ძალიან მაღალია საქართველოს მსგავს ქვეყანთან შედარებით და გვინდა გავექცნოთ პროცესს, რა განაპირობებს ასე მაღალ ფასნამატს, რა შესაძლებლობა არსებობს რომ მოხდეს ბიზნეს პროცესებში ოპტიმიზაცია, რომელიც შედეგობრივად გამოიწვევს საკვებ პროდუქტებზე და სწრაფი მოხმარების საგნებზე ფასების შემცირებას. ანალოგური პროცესი იქნება მედიკამენტების შესწავლის ნაწილში და ასევე საწვავის პროდუქტების შესწავლის ნაწილში. საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი არის რომ აღნიშნული სექტორები გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, ბაზარზე არ არსებობდეს შესვლის ბარიერები, თანამეპარებებში იყო ყველა ბაზრის მოთამაშე, იქნება ეს მსხვილი ბიზნესი, საშუალო თუ მცირე ბიზნესი, რაც საბოლოო ჯამში სწორი კონკურენციის პირობებში მოგცემს ძალიან მნიშვნელოვან შედეგს. უკვე ცნობილია, რომ კომისიის მუშაობის ფორმატში ჩაერთვება საპარლამენტო ოპოზიცია, გახარიას გუნდში აცხადებენ, რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ ყველანაირ ფორმატში, სადაც საუბარი შეეხება ქართველ ხალხს და იმ პროცესებს, რომელიც ფასების შემცირებას უკავშირდება. ასევე ჩვენ ვესაუბრეთ პოლიტიკურ ჯგუფ ხალხის ძალის წარმომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ საპარლამენტო მუშაობის პროცესი უახლოეს პერიოდში უნდა დასრულდეს, რადგან მოსახლეობის კეთილდღეობაზე ფასების შემცირება უკვე რაც შეიძლება მალე აისახოს. ჩვენ ჩავერთვებით ნებისმიერ მუშაობაში, ნებისმიერ პლატფორმას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის არსებული ვითარება შეიცვალოს და შემსუბუქდეს და დაიწიოს ფასებმა. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ რეალურად შედეგი დაიდოს, თუმცა ფასები პროდუქტებზე არ არის მხოლოდ პრობლემა, პრობლემა ფასების საწვავზე, მედიკამენტებზე, ჯანდაცვის სერვისებზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ხა ეფექტურად მოქმედებს ამ შემთხვევაში მთავრობაში შექმნილი ეს კომისია, ასევე იქნება საპარლამენტო კომისია, შევძლებთ იმას, რომ ძალიან ბევრი ფასები დარეგულირდება. ეს იქნება მედიკამენტები თუ სასურსათო თუ საწვავი, აუცილებლად მოხდება დარეგულირება. იმიტომ რომ ამისი რესურსი, როგორც წინაპირობები აჩვენებს, ნამდვილად არსებობს. საერთო ჯამში, საომხმარებლო კალათაში მედიკამენტი იქნება ეს თუ სურსათი იქნება თუ ნებისმიერი რამ, საგრძნობლად იქნება, რაც წინაპირობები ჩანს, ფასები დარეგულირება. თუმცა წინ არ გაუსვოთ მოვლენებს. ერთი ფაქტი არის ის, რომ ჩვენ ვიმუშავებთ ძალიან პროდუქტიულად საქართველოს პარლამენტში და ამას დაინახავს საზოგადოება. ფასების დარეგულირების მიმართულებით უკვე არაერთი შეხვედრა გაიმართა კომპანიების წარმომადგენლებთან მთავრობის ადმინისტრაციაში. იცით, რომ ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის და ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას განაგრძობს. მადლობა, ლევან ფანცხავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გამოიხმაურა ევროპარლამენტარ მიხაილ გალერის განცხადებას. ამგვარი ბრიყული დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არა ამცირებს, არამედ ჩირკს ცხებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს გერმანელი პოლიტიკოსი წარმოადგენს. ამგვარი მძიმე ატავისტური შეცდომის გამოსწორება პოსტის წაშლით და ბოდიშის მოხდითაა შესაძლებელი, წერს შალვა პაპუაშვილი. სპიკერი აზიარებს გალერის პოსტს, რომელშიც ის ქართული ოცნების ლიდერებს შეურაცხყოფელი რიტორიკით მოიხსენიებს. პრობლემა სწორედ ეს არის ევრობიუროკრატიაში, რომ ერთი რომ დეзинფორმაციას ავრცელებენ და მეორე ის რომ მე ამ დეзинფორმაციის ვითომ როგორც მტკიცებულების საფუძველზე ითხოვენ ვთქვათ დასანქცირებას ადამიანების და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა ეს არის შეურაცხყოფელი, ამას ჩვენ ყოველთვის ვამბობდით რომ ვერასოდეს ვერ მივიღებდით ამას ქართულ რეალობაში. ევროპარლამენტარი, რომელიც საერთო წარმოდგენაში და წარმოსახვაში არ არის, რა ხდება ქვეყანაში, საქართველოში, დეзинფორმაციას ავრცელებს პირდაპირ გაგებით. ევროპარლამენტარი არ წარმოადგენს მარტო ევროპარლამენტს და ევრობიუროკრატიას, ის თავის საკუთარ ქვეყანასაც წარმოადგენს. შესაბამისად, თავის საკუთარი ქვეყნის საზოგადოებასაც შეურაცხყოფას აყენებს, როდესაც ამ შემთხვევაში საქართველოზე ავრცელებს დეзинფორმაციას.
უცხოური დაფინანსების შეზღუდვის მიზნით ინიცირებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვას პარლამენტი მომავალი კვირიდან იწყებს. ცვლილებებს, რომელიც ერთდროულად 7 კანონში შევახვალ, იურიდიული კომიტეტი განიხილავს. საკითხს პირველი მოსმენით კენჭს სავარაუდოდ მომდევნო კვირას ვეუღრიან. სიახლის თანახმად ზუსტდება გრანტების განმარტება, წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობა და ასევე სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. შეზღუდვები წესდება პარტიის წევრობაზეც. 8 წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიის წევრი ვერ გახდება იმ ორგანიზაციაში ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური ძალისგან ფინანსდება. კანონით გინდება სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის ცნებაც, რომლის საქმიანობა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას მოიცავს. ასეთ სუბიექტს გრანტის მისაღებად მთავრობის თანხმობა დაჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობა დაეკისრება. იურიდიული სამეწარმეო საქმიანობის საკითხს კი ადმინისტრაციული კოდექსი დაარეგულირებს. კანონის გამკაცრების მიზანი უმრავლესობის თქმით იმ ეგრეთ წოდებული შავი ხვრელების ამოვსებაა, რომელიც საქართველოში უცხოური ფულის შემოსატანად და რევოლუციური პროცესის დასაფინანსებლად გამოიყენებოდა. თუ კოლექტიური ნაცმოძრაობა აცხადებს, რომ გარედან მიღებული თანხებით პარტიული საქმიანობა უნდა დაფინანსდეს, ვეთქვით ერთ სიმართლეს გავუხელთ, რომ პარტიის დაფინანსება უცხოეთიდან დაახლოებით 30 წელი აკრძალულია. შესაბამისად, ისინი თუ ამ თანხებს იღებდნენ სხვადასხვა შემოვლითი გზებით, ისინი კანონს არღვევენ უკვე წლების განმავლობაში. ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი მარტივია, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, საქართველოში პოლიტიკური საქმიანობა დაფინანსებული იყოს მხოლოდ ქართული სუბიექტების მიერ და ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქის ინტერესების გატარებას და არა კოლექტიური მართლაკაცების და მის უკან მდგომი იმ კოლექტიური ძალების ინტერესების გატარებას, რომლებიცაც მიზანი არის, რომ ჩვენს ქვეყანაში არეულობა მოხდეს და მათ დაკრუზე მოცეკვავე ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში. რაც ხდება ამ გრანტებთან დაკავშირებით, ვიმეორებ, ეს ჩვენი პათოსი იყო და ეს ის პათოსია და ის მიზანია, რაც ყველა ეროვნულ სახელმწიფოს უნდა კონდეს და ეროვნულ მთავრობას, ხელისუფლებას და გნებავთ ოპოზიციას უნდა კონდეს და მთელ ქვეყანას, რომ შენ ქვეყანაში შავი ფული არ უნდა შემოდიოდეს უმიზნოდ, რომ არავინ არ იცოდეს სატრიალებს განსაკუთრებით პოლიტიკურ პროცესებში. იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ სოფლიოში რა ხდება, ყველა დიდი სახელმწიფო თავისკენ იქაჩება პირდაპირ გაგებით და პატარა სახელმწიფოები ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ შემთხვევაში და ბუნებრივად არის ეს, რომ გარე ძალებს ყოველთვის აქვს ასეთი ცდუნება, რომ შენ ქვეყანაში პოლიტიკაში ხელები აფათურონ. ეს ბუნებრივი მოცემულობაა და შენ უნდა შეეწინააღმდეგო, როგორ შეეწინააღმდეგები, თუ ეს კანონმდებლობა არ შეიმუშავე, რომ ყველას კონდეს ვალდებულება, რომ უცხოეთიდან რა თანხებიც შემოდის, რომ პირდაპირ თუ არაპირდაპირ პოლიტიკაში არ მოხვდეს. ამაზე აქვს ხაზგასასმელი, სასაუბრო და ხაზგასასმელი. პოლიტიკაში არ უნდა მოხვდეს შავი ფული ქვეყნიდან და არც ნებისმიერი ფული. უნდა იყოს ლეგალურად ეს ყველაფერი კანონმდებლობის შესაბამისად. აი ამ შემთხვევაში უკვე შევძლებთ სუვერენიტეტის კიდევ უფრო კარგად დაცვას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ჩამოყალიბდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების შემდეგ. აკადემია სახელმწიფო უსაფრთხოების ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას განახორციელებს და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოამზადებს. ამ პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებენ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების და აკადემიის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდის საფუძველზე. სწავლა უფასო იქნება. გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია უფლებამოსილი იქნება განახორციელოს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს პროფესიული ცოდნის გაღრმავებას და უნარ-ჩვევების განვითარებას. აკადემია წლის განმავლობაში პირველად განახორციელებს სამაგისტრო პროგრამას, ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე. სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს სისტემის უზრუნველყოფას მაღალკვალიფიციურ და პროფესიონალი კადრებით. სამაგისტრო პროგრამა მოიცავს როგორც ეროვნულ და საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტებს, ასევე ფიზიკური, საცეცხლე და ფსიქოლოგიური მომზადების საკითხებს. სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილი არის ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტებისთვის, ისინი პროგრამაზე მოხვდებიან ეროვნული გამოცდების შედეგად, თან სწავლა იქნება უფასო. აკადემიას მიენიჭება უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტატუსი და განახორციელებს ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას, რომელშიც ინტეგრირებული იქნება თანამედროვე აქტუალური საკითხები ეროვნული თუ საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით. ამასთან აკადემია აქტიურად განახორციელებს სპეციალურ პროფესიულ სასწავლო პროგრამებს მაღალკვალიფიციური კადრების
მომზადება გადამზადების მიზნით. აჭარის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავა. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და უკანონო რეალიზაციას ედავებიან დაკავებულის პირადი ჩხრეკისას და საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში. სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი ნივთმტკიცება დამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. თბილისში კი ერთი პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან მეორე პირს ბლაგვისაგნით სასიკვდილო დაზიანებები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული ცხელკვალზე დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავა იმერეთის პოლიციამ. დაკავებულები საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას ორი ცეცხლსასროლი იარაღი, რევოლვერი 38 ვაზნა მჭიდი და მცირე კალიბრიანი შაშხანა ნივთმტკიცება დამოიღეს. დაკავებულებს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. შინაგან საქმეთა მინისტრმა მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისთვის მადლობის სიგელები დააჯილდოვა. სააგენტოს დაარსებიდან 19 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში გაიმართა. გეკა გელაძემ საკუთარ სიტყვაში ხაზი გაუსვა მომსახურების სააგენტოს მნიშვნელოვან როლს მოქალაქეებისთვის საჭირო სერვისების მიწოდების მიმართულებით. მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა სააგენტოს დირექტორმა. აღნიშნოთ 19 წლის იუბილეს. მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენ საქმიანობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ სააგენტოს ყოველდღიური განვითარება. ამდენი წლის განმავლობაში ფაქტიურად ყოველდღიურად ხდებოდა როგორც შინაარსობრივი, ისე ინსტიტუციური და ტექნიკური განვითარება. ამ სააგენტოს და თითოეული თქვენთაგანის და თქვენი თანამშრომლების დამსახურება თითოეული თქვენთანი ძალიან ძვირფასია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მომსახურების სააგენტოს 19 წელი შეუსრულდა. მომსახურების სააგენტო წლების განმავლობაში ვითარდებოდა, გააგრძელებს განვითარებას და ორიენტირებული იყო და არის და იქნება ყოველთვის მოქალაქეების მაქსიმალურ კომფორტზე და სერვისების მიწოდებაზე. გადმომეცა მადლობის სიგელი, ეს ჩემთვის დიდი мотиваციაა, რათა მომავალში გავაგრძელო ეფექტურად მუშაობა. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ რონი მესხმა კი სამუშაო შეხვედრა ზემო სვანეთში მესტიის პოლიციის რაიონულ სამმართველოში გამართა. მოისმინა დეტალური ინფორმაცია დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ. შეხვედრაზე განიხილეს სამართალდამცველების სამუშაო პირობების და მათი საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებებიც. დონალდ ტრამპმა რამდენჯერაც არ უნდა უარყოს ის რეიტინგს კარგავს საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართულებით გამოჩენილი სისასტიკის გამო. ეს განცხადება ქეთევან გორჯესტანმა ფრანს 24-ის ეთერში გააკეთა. სალომე ზურაბიშვილის შვილი მიიჩნევს, რომ შტატების 47 პრეზიდენტი და მისი გუნდი ამერიკელი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. თუმცა ამ საკითხზე აპელირების დროს გორჯესტანი იმასაც აღნიშნავს, რომ არც სენატში და არც კონგრესში ამაზე უმეტესობა არ საუბრობს. უცნობია როგორ გაარკვია დეტალები ფრანს 24 ჟურნალისტმა. დონალდ ტრამპმა რამდენიც არ უნდა უარყოს ბოლო კვლევები. ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ თეთრი სახლი და თავად ტრამპი რეიტინგს კარგავენ საიმიგრაციო საკითხზე. იმ ტაქტიკისა და სისასტიკის გამო, რომლითაც ისინი საიმიგრაციო და დეპორტაციის პოლიტიკას ატარებენ. ბევრი რესპუბლიკელი ფიქრობს ასე, თუმცა ყველა არ ამბობს ამას ღიად. ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმეა, ვინც საჯაროდ საუბრობს, მაგრამ კულუარებში ჩანს, რომ ისინი ვინც წლის ბოლოს შუალედური არჩევნებისთვის კამპანიას იწყებენ, ხვდებიან. იმიგრაციის საკითხზე, რომელიც ტრამპისა და პარტიის მთავარი კოზირი იყო, მათ საკუთარი ამომრჩეველიც კი აკრიტიკებს. ახლა კი უკრაინა, სადაც ომი გრძელდება, ქვეყანაში ისევე ენერგოკრიზისია, მაშინაც, როდესაც ჰაერის ტემპერატურა -20 ან უფრო დაბალ მაჩვენებელსაც აღწევს. გრძელდება შეტაკებები ფრონტის ხაზზეც, მთავარი კითხვა კი ისევ უცვლელია. როდის შეძლებენ ომში ჩართული მხარეების სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას? შეერთებული შტატების მომლაპარაკებელი რუსეთის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. სტივ უიტკოფი წერს, რომ რუსეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება
მომხმარების ხელშეწყობის მიზნით პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრები გამართა. რუსეთის პრეზიდენტთან კონტაქტის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით რიგ საკითხებზე შეთანხმება სხვაგვარად შეუძლებელია. უნდა შევძლოთ რუსეთის ფედერაციასთან, რუსეთის ლიდერთან კონტაქტის შენარჩუნება ამა თუ იმ ფორმატით. ამის გარეშე ჩვენი გუნდები ვერ შეძლებენ რიგ საკითხებზე შეთანხმების მიღწევას. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, არ მგონია რომელიმე ლიდერს შეეძლოს ამ კონფლიქტის დამოუკიდებლად მოგვარება. ასევე გვსურს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში აუცილებლად ევროპა იყოს წარმოდგენილი, რადგან ჩვენი უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი ევროკავშირში წევრობაა, ასევე მსურველთა კოალიციაა. ჩვენ შეერთებული შტატების უსაფრთხოების გარანტიებს ვენდობით. დოკუმენტი მზადაა. ევროპისგან უსაფრთხოების გარანტიებსაც ვენდობით. თითქმის ყველაფერი მზადაა, თუმცა ეს დოკუმენტები ჯერ კიდევ არ არის მიღებული ევროპის ქვეყნების პარლამენტების ან ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ. მთელ ევროპაში ენერგეტიკულ რესურსებზე ფასები იზრდება, უნგრეთში ოჯახები სპეკულაციური გამდიდრებისგან დაცული არიან, აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. ვიქტორ ორბანის განმარტებით, ბრიუსელი და ამ მოცემულობას ვერ იტანს, რადგან იქ ყველაფერს გავლენიანი ენერგეტიკული ლობისტები წყვეტენ, უნგრეთში კი ხალხი. ამასთან უნგრეთის პრემიერის განცხადებით, ევროპელებს არ სურთ მათი ფული უკრაინაში გაიფანტოს და არც უკრაინას სურთ ევროკავშირში. ცენტრალური ევროპა თუ მტკიცედ დადგება, დასავლეთ ევროპაც მას და თავის ლიდერებს კურსის შეცვლას აიძულებს. ადგომის დროა ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ, წერს ვიქტორ ორბანის სოციალურ ქსელში. შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლემ მინესოტა შტატში საიმიგრაციო სამსახურის აგენტების მუშაობის შეჩერებაზე სარჩელი არ დააკმაყოფილა. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. მინეაპოლისში კი საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება, მოქალაქეები ფედერალური აგენტების შტატებიდან გასვლას ითხოვენ. ცნობილი ხდება ისიც, რომ სასამართლოს განკარგულებით ფედერალურ სამსახურს საცხოვრებელ სახლში დაკავებული 5 წლის ბიჭისა და მისი მამის გათავისუფლება დაევალა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით ინდოეთი ნავთობს ვენესუელისგან შეისყიდის და არა ირანისგან. ამ თემაზე დონალდ ტრამპი ჟურნალისტებს საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორცზე ესაუბრა. ჩვენ უკვე დავდეთ ეს გარიგების კონცეფცია, აღნიშნა ტრამპმა. როიტერის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ცოტა ხნით ადრე ვაშინგტონმა ინდოეთს შეატყობინა, რომ მას ვენესუელის ნავთობის შესყიდვის განახლება შეუძლია. სააგენტოს მონაცემებით ეს ინდოეთს რუსული ნავთობის იმპორტის ჩანაცვლებაში უნდა დაეხმაროს. ისევ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ქუთაისში 150 მოსწავლეზე გათვლილი 22-ვე საჯარო სკოლის დასკვნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. პროექტის პარკლებში მოეწყობა კომფორტული და უსაფრთხო საკლასო ოთახები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები, რაც მოსწავლეებს სწავლების თანამედროვე მეთოდებით მიღების შესაძლებლობას მისცემს. შენობაში განთავსდება მულტიფუნქციური დარბაზები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოთახები. ეზოში კი მოსწავლეებზე მორგებული სათამაშო და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. სკოლის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის და უზრუნველყოფილია გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის თანამედროვე სისტემებით. სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკისაგან მიღებული სესხის თანადაფინანსებით განხორციელდა, პროექტის ღირებულება 3,5 მილიონ ლარს შეადგენს. ქუთაისში დავათვალიერეთ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობის პროცესი. ეხლა ამჟამად ვიყოფებით 22-ვე საშუალო სკოლაში, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ უკვე მომავალ სასწავლო წელს ახალ სკოლაში შეხვდებიან ამ კონკრეტული დასახლების ბავშვები და ამ სკოლის მოსწავლეები. სრული რეაბილიტაცია უტარდება ქუთაისის 22-ვე საჯარო სკოლას. სრულიად განახლდა აქ ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ახალი საკლასო ოთახები, თანამედროვე აღიჭურვება მთლიანი სკოლა, როგორც გათბობის სისტემით, ისევე წყლის 24 საათიანი მიწოდებით. ტერიტორიაზე მოეწყობა სპორტული მოედანი, 150 ბავშვი არის სკოლა გათვლილი, რომლის ბავშვებიც დღეისამებრ გადანაწილებული არიან ქალაქის სხვადასხვა სკოლებში და სექტემბრიდან იმედი გვაქვს, რომ დაუბრუნდებიან თავიანთ სკოლას.
ბათუმში ნათია ზეინკლიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა კონცერტ სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრმა უმასპინძლა. ცნობილი კომპოზიტორის ნაწარმოებები ქართველმა შემსრულებლებმა შეასრულეს, მათ შორის მუსიკალურ საღამოში მონაწილეობდნენ ალილო, თეატრალურის კვარტეტი, კვარტეტი ჰერიო, აჩიკო ნიჟარაძე, დათუნა სირბილაძე და ნათია პერანიძე, ასევე ბენდი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით. ნათია ზეინკლიშვილი არის 50-მდე სიმღერის ავტორი. კონცერტი გაიმართა ინიციატივის ბათუმი საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025-2026 ფარგლებში. კომპოზიტორების ერთ-ერთი თვალსაჩინოება არის ქავატოი ნათია და ძალიან მიხარია, რომ ბათუმი მასპინძლობს მის შემოქმედებით საღამოს. ჩვენი ურთიერთობა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, ხალხშორის ჩემი და ალილოს ურთიერთობაც ქავატოი ნათიას სახელს უკავშირდება. და ამ შესაძლებლობისთვის მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს კულტურის სამინისტროს. ნათიას ულოცავ დღევანდელ დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი და ლამაზი საღამოა. საოცრად ნიჭიერი ადამიანი, ჩვენ წლებია მეგობრები ვართ და ყველას მოწონს მისი სიმღერა, ასე რომ დღესაც მე მგონი კმაყოფილი დარჩება ის დამწრე საზოგადოება. ჩვენ ჩავდეთ მთელი გული, სული, სიყვარული ბათუმის წინაშე, ხალხის, მსმენელის წინაშე. ჩვენ არ დაგვინდია თავი არაფერში, არც ერთ მუსიკოს. პრემიერა იყო 3 ახალი სიმღერა და მე მგონი კარგად გაიჟღერა, მიიღო მსმენელმა, ძალიან ნახარებს ეს ამბავი. პირდაპირ ეთერში უბრუნდებით 6-ზე, მანამდე კი ყველა მნიშვნელოვან სიახლეს გაეცანით ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.g ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით rustavi2-ის Facebook გვერდზე. დროებით.